მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5% პუნქტით შეამცირა. ახალი პროგნოზით წელს ზრდა აქამდე ნავარაუდევი 6%-ის ნაცვლად 5.5% იქნება. ამის შესახებ აღნიშნულია გლობალურ ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წელთან შედარებით ზრდა უფრო ნაკლები იქნება და ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი რეექსპორტის და ადგილობრივი მოხმარების მოსალოდნელი შემცირება იქნება. 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.3%-ით 9.790 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის გამოქვეყნებული ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებით ექსპორტი 14.6%-ით 2.595 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 7.195 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 12.8%-ით არის გაზრდილი. მხოლოდ მაისში ექსპორტი 15.8%-ით 580 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სახით 179 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა 2021 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მცირეა, რაც გასული 4 წლის განმავლობაში რომელიმე კვარტლის პერიოდში შემოსულა. ინვესტიციების კლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა საფინანსო სექტორში ნეგატიური პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ნაკადი, კერძოდ კი პირველ კვარტალში ამ სექტორში FDI -26 მილიონ დოლარს შეადგენდა. საქსტატის თანახმად 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა 70 მილიონ 100,000 დოლარი ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო. მეორე პოზიციაზე კომუნიკაციების და IT სექტორი არის 52 მილიონი დოლარით, მესამეზე კი დამამუშავებელი მრეწველობა 27 მილიონი დოლარით. ფოჩი მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. ტერმინალის პროექტი სააქციო საზოგადოება ფოთის ტრანსტერმინალმა განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანია გახლავთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31.5 მილიონი დოლარია. ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალი ფოთის პორტთან ახლოს 9 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული. მისი წლიური გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე 80,000 კონტეინერზე იქნება გათვლილი. ამასთან, როგორც ფოთის ტრანსტერმინალში აცხადებენ, ტერმინალი ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონს მოემსახურება და 100-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. ტერმინალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გადაზიდვებს. რიყის დოქები კიდევ ერთხელ გაიყიდა. კომპანია რიყედომის მესაკუთრე 2025 წლის აპრილში დაფუძნებული კომპანია Macro Property გახდა, რომელიც Macro Holdings ერთ-ერთი კომპანიის Macro Construction-ის საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი Emin Uçari. საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს და ფონდის აქტივების ზომამ 6 მილიარდ 900 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც 5 მილიარდ 200 მილიონი ლარი საპენსიო სისტემის მონაწილეთა შენატანებს, მილიარდ 700 მილიონი ლარი კი ამ აქტივებზე დარიცხულ სარგებელს წარმოადგენს. ამასთან საპენსიო სააგენტოს თანახმად სისტემის მონაწილეთა რაოდენობა მაისის ბოლოსთვის 1.400.000-მდე გაიზარდა. 6 თვიანი დახურვის შემდეგ მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები კვლავ გასაჯაროვდა. ქონებრივი დეკლარაციების სისტემა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაიხურა, რის მიზეზადაც ტექნიკური ხარვეზი სახელდებოდა, კვლავ გაიხსნა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც BMG-მ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მიმართა კითხვით, თუ რატომ იყო მონაცემთა ბაზა დახურული, რომელიც კანონის მიხედვით საჯარო უნდა ყოფილიყო, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ქონებრივი დეკლარაციები აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს. ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე 14 ივნისს თბილისსა და ბათუმის აეროპორტებში ჯამში 19 რეისი გაუქმდა. როგორც BMG შტაბ-ჯორჯიაში განუცხადეს, თბილისის აეროპორტიდან ამ დროისთვის 15 რეისია გაუქმებული, შემდეგი მიმართულებებით აბუ-დაბი, შარჟა, ერბილი, დელი, დუბაი, თელ-ავივი, ხოლო ბათუმის აეროპორტიდან გაუქმებულია 14 რეისი, 2 ისრაელის, 1 ირანის და 1 საამიროების მიმართულებით. 13 ივნისს კი საბოლოო ჯამში 16 რეისი გაუქმდა ბათუმის და თბილისის აეროპორტებიდან. მოკლედ, ეს მხოლოდ შესავალია. ახლა კი პროლოგის და საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის დროც დადგება. ერთად შევაჯამოთ გასული კვირის მთავარი ამბები ეკონომიკაში და ბიზნესში.